დაბალოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის წლიური ანგარიში რა ტენდენციებზე ამახვილებს სემეკი ყურადღებას და რა ბედიელის ტარიფებს. ჩვენი ჟურნალისტი ელენე გოგბერაშვილი გაეცნო დეტალურად 2014 წლის ანგარიშს და სწორედ ელენე გვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით და გისმენთ. დიახ, ელენე, სემეკის გასული წლის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფების გაანგარიშების ახალი მეთოდოლოგიის შემუშავება დასახელდა. როგორც სემეკში აცხადებენ, ახალი მეთოდოლოგია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება. ახალი სატარიფო მეთოდოლოგიის გარდა გასული წლის საქმიანობის შეჯამებისას სემეკის თავმჯდომარემ კომისიის სხვა მთავარ მიღწევებზეც გაამახვილა ყურადღება. ტვინინგის პროექტის ფარგლებში დავასრულეთ ამ სატარიფო მეთოდოლოგიებზე მუშაობა ზუსტად 2014 წელს და აგვისტოს თვეში მივიღეთ ეს მეთოდოლოგიები როგორც ელექტროენერგეტიკის სექტორში, ასევე ბუნებრივი გაზის სექტორში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო მომსახურების ხარისხის კუთხით, გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯები. ჩვენ შემოვიღეთ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე 400 ლარიანი მიერთების პაკეტი, არის აგრეთვე სხვა პაკეტებიც, მაგრამ ეს იყო ყველაზე ასე ვთქვათ სოციალურად საინტერესო პაკეტი მოსახლეობისთვის. რაც შეეხება სექტორების მიხედვით კომისიის გასული წლის საქმიანობის შედეგებს. ელექტროენერგეტიკულ სექტორში 2014 წელს ელექტროენერგიის წარმოებამ 10.153.000 კილოვატ-საათი შეადგინა. არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ელექტროენერგიის წარმოება 2013 წელთან შედარებით 3%-ით არის გაზრდილი, რაც სემეკის დასწრით ახალი ელექტროსადგურების ამუშავებამ განაპირობა. 2014 წელს კვლავ უარყოფითი სალდო დაფიქსირდა ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტში. 2014 წელს ელექტროენერგიის იმპორტმა 793 მილიონი კილოვატ-საათი შეადგინა, რაც 64%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. რაც შეეხება ექსპორტს, 2014 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იქნა 545 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 21%-ით მეტია. 2014 წლის საქმიანობიდან აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო წელს ექსპლუატაციაში 6 ჰიდროელექტროსადგური შევიდა, რომელთა საერთო დადგმული სიმძლავრე 111.64 მეგავატია. რაც შეეხება ელექტროენერგეტიკულ სექტორში საინვესტიციო პროექტებს, გასულ წელს განხორციელებულმა ჯამურმა ინვესტიციამ 158 მილიონ 966 ლარზე მეტი შეადგინა. ბუნებრივი გაზის სექტორს რაც შეეხება, გასულ წელს ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა 15%-ით გაიზარდა, რაც სემეკის დასწრით ბუნებრივი გაზის მოხმარების ზრდით იყო განპირობებული. საანგარიშო პერიოდში საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მთავარი მომწოდებელი კვლავ აზერბაიჯანის რესპუბლიკა რჩება. რაც შეეხება საინვესტიციო პროექტებს, ბუნებრივი გაზის სექტორში ინვესტიციების ძირითადად განხორციელდა მაგისტრალური გასადენებისა და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელების მშენებლობა რეაბილიტაციაზე. გასული წლის მდგომარეობით წყალმომარაგების სექტორში ორი მსხვილი ლიცენზიანტი კომპანია, Georgian Water and Power და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ოპერირებს, რომელთა მიერ 2014 წელს განხორციელებულმა ინვესტიციამ ჯამში 95 მილიონ ლარს გადააჭარბა. რაც შეეხება სადავო საკითხებს, სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, დავების დიდი ნაწილი გამოწვეული იყო ძირითადად კომპანიების მხრიდან ხანდაზმული დავალიანების გადახდის მოთხოვნით, ასევე კომპანიების მხრიდან წესების მოთხოვნების არასწორი შესრულებით. ძირითადად მაინც საჩივრებში, ასე ვთქვათ, ლიდერობს საჩივრები ხანდაზმულ დავალიანებებთან დაკავშირებით. მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც დარიცხული დავალიანება 3 წელზე მეტი ხანდაზმულობის ვადის არის, აქვთ უფლება რომ მიმართან კომისიას და მოითხოვონ ამ ხანდაზმული დავალიანების ჩამოწერა და ამ კატეგორიების დავების სხვათა შორის ძალიან მომრავლ და უკანასკნელ პერიოდში და მესამე კატეგორიის დავები არის აღრიცხვენობასთან დაკავშირებული დავები, როგორც წესი ყაზრანსგაზის არეალშია ძირითადად ამ ტიპის დავები. ელენე, თუ ანგარიშს გადავხედავთ, დავების ნახევარზე მეტი თავად მომხმარებელთა სასარგებლოდ გადაწყდა. ამაზე ჩამოწერილი თანხების მოცულობაც მეტყველებს. დიდი მადლობა ელენე გოგბერაშვილი იყო ახლა პირდაპირ